მოდი დახედით. ხო, მოდით, მოცეკვავებსაც გოგონებსაც ხო, თქვენი მოსწავლეები სავარაუდოდ წარჩინებული მოსწავლეები მოიყვანეთ, ხო, ჩვენთან ვისაც კარგად გამოდის განსაკუთრებულად. ვერ გამოყოფთ, მაგრამ ყოველ კარგია, მაგრამ ამ ეტაპზე ესია, რომ მოკლედ ვინც ყველაზე მეტს შრომობს და ამ შემდეგ. წარუდგინოთ მაყურებელს ჩვენი კიდევ ერთხელ უთხრათ, ხო, მარინა ლიტვა, ნუცაბაიშვილი, თორნიკე და გიორგი ჯიბლაძეებს უკვე ვიცნობთ. ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, აი საიდან სად ბიზნეს ადმინისტრირებაზე სწავლობთ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში და როგორ გადაწყვიტეთ აი ესეთ დიდ სცენაზე უკვე? პირველი რომელი დაიბადა ეხლა. მე დავიბადე და და დაუწმე ამის მიუხედავად. შენი აზრით თქვენ, იმიტომ რომ მე წინს ანუ ხო მე იქ ფაქტი და მე ხალხი რამოს რომ შენ უფრო უფროსი ხარ, მიხარია ხოლმე გულში, მაგრამ არ მაცადა. ბიზნეს ადმინისტრირებაზე რა ხდება? ხო, ანუ გვაინტერესებს ექსპერტი, ანუ მენეჯმენტი და ამ შემდეგ. მაგრამ ანუ საქართველოში მიუღებელია ვიღაცების, მაგრამ შეიძლება ადამიანმა ორი რაღაც აკეთოს, ხო? რა თქმა უნდა. მენეჯმენტი 3-4 და თან ის პროფესია, რომელიც თქვენ გამოგადგებათ, ეხლა მენეჯმენტი, მარკეტინგი, სწორად რომ გამართოთ თქვენი სტუდია. უკვე გვეხმარება ძალიან, მაგრამ მინდა რომ ბოლოში ბიზნეს შეხვედრაზე შედიხარ, სეკვიტრო შეხვედრა. პრეზენტაციაზე ცეკვით რო შევა. მე რენეს დაგვეხმარება ცოტა. მე მგონი რომ თქვენი სპორტული წარსული უფრო გიწყობთ ამ შემთხვევაში ხელს, ვიდრე სხვა რაღაც, იმიტომ რომ კარატეში ჩემპიონებიც იყავით, რაც თავარია გუნდური კატა იყო ეს მიმართულება, ხო და გუნდი თქვენზე კარგი არავის არ გამოუვა ამ შემთხვევაში. და მიხარია ყველაფერი შევისწავლეთ. აი მე. საპლიუს კიდე რაში გიწყობთ ხელს, იმიტომ რომ ამბობთ რომ ძალიან ბევრი ქალი ბიზნესმენები არიან, ისე რომ შედიხარ ქალთან შედიხარ, თან კარატე. ღევანდელ ქალებთან საჭიროა და ამის შემდგომ კარატეს შემდგომ იყო ცურვა, წყალბურთიც იყო. ხო და აი ამიხსენეთ ახლა როგორ მოხვედით აქამდე? ესე როგორ ვიძებდით ჩვენ თავს რა და მოკლედ ისე გამოვიდოთ და დაგვიანდა ანუ 15 წელს ასაკში დავიწყეთ ცეკვა, მაგრამ პირველმა რომელმა დაიწყო ცეკვა? სხვა შორის ჩემმა ძმამ ანუ რაღაც ფილმების ინსპირაცია ჰქონდა, რაღაც ფილმებს უყურებდით იმ დროს დაგვეხმარა ძალიან და ერთს გავწყვეტ მე მისვლა, მაგრამ ხა ეს ყოფილიყო ჩემი ძმა მივიდა პირველი, არა, მაგრამ ინსპირაცია ჩემი ძმას უფრო მოვიდა თავიდან ვიდრე მე. მაგრამ ერთმანეთს ავყევით მე. თქვენი ესეთი პირველი დიდი გამოცდილება ქორეოგრაფიის მხრივ, რომელი ჩვენ დადგმულ ქორეოგრაფიის იყო, ანუ სად გაიარეთ თუნდაც მასტერკლასები ან სერიოზული მასტერკლასი იყო, ბერა ივანიშვილის ჩვენი ძალიან კარგი მეგობარის ახლობელის ტურნე იყო, რომელსაც ყავდა ჩამოყვანილი LA-დან სერიოზული ქორეოგრაფია, Wisdom ქორეოგრაფია, ისნო შენ და ანუ ერთი წელი ტურნეზე მუშაობდით, 10 კონცერტი ჩავატარეთ მთელი საქართველოს მასშტაბით და დაახლოებით 8 თვის განმავლობაში ჩაგიტარეთ. წამოდით ყოველ დღე 8 საათი ვარჯიში ამ ადამიანთან სერიოზული მასტერკლასი იყო. ჩვენთვის ახალი იყო, იმიტომ რომ ეს ვარჯი დატვირთით ვარჯიშს არ ვიყავით მიჩვეულები და სხვადასხვა ფოკუსის ელემენტი შეიძლება შემოვიდეს თქვენ ცეკვაში და ერთი ცეკვას უნდა მივიღოთ და ისე რომ ვისაც უნახავს თქვენი ცეკვა და ალბათ ბევრია ესეთი ძალიან ჩვენ მაყურებლებს შორის, მართლა ეს არის რომ როცა უყურებ ესეთ სინქრონში, თუნდაც სრულიად განსხვავებული ვიზუალის მოცეკვავებს, მაინც ეფექტურია და წარმოიდგინე, როცა ორი ერთნაირი გარეგნობის თქვენი ადამიანი ერთი და იგივე საკეთებს. ხო, ეს ისე ალბათ სინქრონის გრძნობა ზოგადად ყველაფერში განსხვავებული გაქვთ, ხო და შესაბამისად ალბათ ეს გიადვილებთ ცეკვის დროსაც. ხო, ანუ კი. ცნობთ ერთმანეთს უფრო, ანუ გვერდზე რომ მიდგას უფრო ხვდებიან ჩემი ძვირას ეკეთებს და ულაპარაკოთ, ანუ ეს გვაქვს ნუ თქვენ გენეტიური კავშირიც გაქვთ ისეთი რა, რაც გულშობს რომ ეს კავშირი კიდე სხვა რამეა. აი რაღაც თავი ერთად კიდევ თუ არა, მაგრამ აი ცეკვაში ნამდვილად გვეხმარება, იმიტომ რომ როდესაც ცეკვა შენი პარტნიორი ანუ გვერდზე საკეთებს უნდა იცოდე, ხედავდე. ამას რაღაცაერთ გზნობთ, ანუ ვერ აგიხსნა ამას, მაგრამ ბევრად უფრო მეტად ვიდრე არატყუპი, ნუ ხა ეს ხო ცნობილი ფაქტია, იქ გვაქვს პლეის მოგონი რა. Wisdom-ის შემდგომ იყო უკვე ერთ-ერთი, სადაც ჩვენ ძალიან ცნობილ უკვე და ძალიან მაგარ მეგობართან, ზაკრისთან ერთად, რომელიც არის X-Factor-ის, საფრანგეთის X-Factor-ის ძალიან წარმატებული ქორეოგრაფი არის. უკვე მე რამდენი წელია ჩვენთან ერთად იმყოფება და ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, თქვენ იყავით ერთადერთი ქართველი ბიჭები, ქართველი ბიჭი მოცეკვავები ერთ-ერთში, აგერ ხედავთ ჩვენს კადრებშიც. ზაკთან ერთადაც ძალიან დიდი ის გაიარეთ გამოცდილება, ალბათ ამანაც ძალიან დიდი რაღაც აი ზოგადად რომ შევაფასოთ ხო საერთო ჯამში რა მოგცა, თუნდაც Wisdom-მა, თუნდაც ზაკრისმა რა ხო, და მე დავამატებ ჩემს პირველში მოცეკვავე იყო სწრაფიანი რა, ანუ არ აქვს შემო ტექნიკას, სარაგარი მუშკაი ხარ და უნდა ხვდებოდეს
რა გაზრდის ყოველ დღე და რა მიცემს იმის საშუალებას, რომ იყოს საუკეთესო რა. თვითონ საკმაყოფილების და მე რაც მომცა პირადად და ხედავ რომ ჩემს ძმასაც ის რომ სტანდარტი, ანუ საერთაშორისო სტანდარტი დაგვანახა რა იყო, ხო? ანუ ჩვენ რო გვეგონა რომ 2 საათი ცეკვა საკმარისი საქართველოში, ჩამოვიდა ეს ადამიანი და დაგვანახა რომ 8 საათიც არა საკმარისი, ხო ხდებით რა სწახით. რო ჩამოვიდე მე უცხოელი ის მოციქულობის, ანუ ეს კონკურენცია იყო და ჯანსაღი გარემო იყო და მანდ უფრო არ დავინახეთ რა ქონდა გამოსასწორებელი და ბოლოს უკვე თანაბრად შეიძლება ითქვას რომ თანაბრად დონეზე ვიყავით რა, ანუ და მაგან გაგზავნა ჩემი აზრით. იგივე ჩვენ გოგოებსაც ვკითხოთ რა. რა თქმა უნდა, საინტერესოა თქვენგან მოვისმინოთ, როდის დაიწყეთ, როდის მიხვედით პირველად Twin City სტუდიოში და ეხა რა ეტაპზე ხართ? ესე იგი, მე მივედი დაახლოებით 1 თვის შემდეგ, როცა გაიხსნენ, უკვე 5 თვე დაახლოებით დავდივარ. ძალიან მომწონს და ეხლა იმ ეტაპზე ვარ, როცა მაქსიმალურად ვითარდები, ასე ვთქვათ და 100% ვიხარჯები რეპეტიციაზე. გინდა იყო პროფესიონალი მოცეკვავე? ამ ეტაპზე უკვე თავს მივიშნე პროფესიონალად, რაც Twin City-ში დავიწყე. მანამდე ცოტა მოყვარული ვიყავ. ხო და აი ყველა ეგრეა რომ მოტივირებულია. და ეს ყველა ცეკვაცეკვით კვილებს რო უკეთებს. ხო, მარინა შენ რას მე გვეტყვი? არა, ვერ გავიქ სტომატოლოგი ვიყავი. არა, მოყვარული ვიყავი. კარგად ავაზა. მე მომეჩვენე რომ აქამდე სტომატოლოგი ვიყავიო და ეგ კარგი ხდება და არა, ესე ხო სხვა პროფესია მაქვს თან. ჩვენც მაგრამ ბიზნესი ხო, ეგ ყოველთვის ეგრე არის, ანუ ძირითადი პროფესია აქვს, აბსოლუტურად სხვა მიმართულება და ჰობით იწყება და ეს ჰობი მერე ხდება იგივე ჩემს შემთხვევაში ზუსტად ნუ ეგრე. ცეკვა ალბათ არის ყველაზე პირველი რაც ადამიანს ებადება საერთოდ რა 1000 წლეულების უკარო დავბრუნდეთ ნაწილი ადამიანის არსებობის, იმიტომ რომ ცეკვის გარეშე არ მგონია რომ რაღაც ადამიანი არსებობს როდესმე ყოფილიყო რა. ამიტომ ეს არის პლასტიკით გამოხატვა შენი ემოციების. ალბათ სანამ ლაპარაკი ისწავლა, ჯერ ცეკვავდა ადამიანი და პლასტიკით გამოხატავდა თავის სურვილებს რა. მაგრამ ერთია როცა რაღაც კარგად გამოგდის და მეორეა როცა უნდა ასწავლოს სხვებს. საინტერესოა როგორც педагогები რამდენად. А вот что вы могли бы сказать как вот ваших педагогов? Катя, Я танцую уже 3 года, но у близнецов я всего лишь месяц. И я очень счастлива, что такие профессионалы есть в Грузии. Вот. Когда я нашла их, я была очень довольна. И за этот месяц они мне уже передали много опыта. Ну, я не устану их благодарить за то, что они есть. Переведу, пожалуйста. ერთი თვე არის რაც ტყუპებთან ერთად ავარო, უბედნიერესი ვარ, ძალიან ბევრი რამე ვისწავლე, ადაპტაცია გავიარეო და არ არ მომბეზდება არასდროს პროფესიონალები რო არიან. მათი კება მე არასდროს მოყარი. როგორ ახერხებთ ამას, ხო? აი თქვენი ცოდნის გაზიარება სხვებისთვის, იმიტომ რომ ცოტა ძნელია, შეიძლება ნერვებიც მოგეშალოს, რომ ვერ აკეთებს, აი უხსნი ბევრჯერ. მაგალითად ჩვენთან სწავლის მეთოდი არის ძალიან განსხვავებული, კამბრისგან ძალიან შორს ვარ და დარტუქსისგან. პირით, ანუ ჩვენ мотиваციას ძალიან მენეჯმენტის განხრით мотиваციას ძალიან დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ, ასე რომ უფრო სამოტივაციო, საინსპირაციო ფაზები თორთელი გაკვეთილი და ანუ კუთხეში კი არ ვაყენებთ, ანუ ეს სიმბოლურად. პირიქით იშრომ თო, აბა აი მითხარი გაკვეთილი როგორ იწყება? შეიკრიბნენ მოსწავლეები და როგორ ვიწყებთ? თავი გახურება და გაწევა, რაც აუცილებელია ყოველ ნამდვილად მუსიკოსთვის. მე არის კარდიოლოგი აჯიმანი პრესერი და ბუქრემი, რომელიც აუცილებელია მუსიკოსთვის, იმიტომ რომ ტანი და ორგანიზმი გქონდეს ძალიან კარგ მდგომარეობაში და მე უკვე ვიწყებთ იდეაში ცეკვას. კონკრეტულ ქორეოგრაფიას ეუფლებთ. საათ ნახევარი მიდიოდა რეპეტიცია და იდეაში თქვენ აი ამ როცა თქვენ მოხვდით ცეკვაში და უფრო თქვენზე ახალგაზრდები და ჩემი თაობა, რომელსაც სპორტული ვარჯიში ცეკვაში არ ჭირდება და ისევ ცეკვავს ცხოვრობ. და ეხლა თუ სპორტის ოსტატი არ ახლა ცეკვებ რაღაც ბრეიკ დანს მაგალითად. იდეას კონკურენცია უკვე სერიოზული ფიტნეს მომზადება გჭირდება, რომ რაღაც სცენაზე იდგე, იმიტომ რომ მუსიკა გამხდარი და პრესის გარეშე მუსიკა აღარ ჭირდება სამწუხაროდ. ოდნავ გადაგაგდებთ ჩვენს ბავშვობაში, იმიტომ ჩვენ დროს ატომღაც გოგობიო ცეკვავდნენ, ბერავდნენ ლოყებს. ეხლა სხვანაირად არის. ეხლა უკვე ეს ვერავინ. ეგეთი რას არ გამიგია, მაგრამ ჩემ თაობაში ნამდვილად იყო და მე დღემდე ვერ ხვდები ამის იმიტომ რომ არ ალამაზებდა ეს ხალხი. იცლება, ალბათ როგორც ახლა უჩთან დაკავშირებით არის წარმოგვიდგენთ ზოგი ცეკვას რო უყურებ უნივერსალურია, საერთოდ ადამიანის ფიზიკის გამოყენება არის მაქსიმალური. ხდები რას გეუბნები? ფიზიოლოგიის უფრო სწორედ რა.
თუ არ ახარ სპორტული ამას ვერ გააკეთე. მართალია, კარდათო აბსოლუტურად. ვიდეოს ვხედავთ ახლა. მუდმივად იღებს ახალ ვიდეოებსაც, ხო? ამ ვიდეოს კონკრეტულად დაგვეხმარა ის ჩვენი მეგობარ ბერა, იმიტომ რომ ძალიან დაგვეხმარა გაპიარებაშიც და გადაღებაში და ასე შემდეგ. ეს ქორეოგრაფია არის, სულ ვიღებთ ხოლმე ვცდილობთ თუ არ გავჩერდეთ, იმიტომ რომ ეს გვამოძრავებს, იმიტომ რომ ჩვენ რო გავჩერდებით ვიღაც ჯონათანი დგას ლონდონში და დარბაზში და ვარჯიშობს, ასე რომ ანუ კონკურენციას ვერ გავუწევ შენ თუ ზარმაცებ, ხო? სულ უნდა ისწავლო და სულ დამთავრებაზე მომწონს, ხო? ჯამში რამდენი მოცეკვავე ყავთ უკვე? 50-მდე, ანუ პატარებიჭი ჯგუფიც ყავს 10-დან 14 და წლამდე. 10-დან იღებთ ხო უკვე? 10-დან 15 ანუ ყავს ერთ ბიჭია ძალიან საყვარელი და 9 წლისა და მე გამოჯაგრეთ და მე მიყვარს ბავშვები და ძალიან საყვარელია და გოგოები დომინირებენ, ხო ალბათ? ეთქვი, ძალიან საინტერესო ფაქტია ის არის, რომ დიდებში დომინირებს გოგოები და პატარებში სულ ბიჭები არიან. ანუ ხო. ასუ არა რა თქმა უნდა. ასუ არა, ნახევარი ნახევარი ბიჭები. მაშინ ველოდებით რომ გაზრდით თქვენ პროფესიონალ ბიჭებს. თქვენ რაც ეკოსაც უყურებ მართლა არ არის ეს საქართველოში კარგი საყოველთაოდ კარგი ცეკვა რომელსაც უნივერსალმები და დიდ წარმატებებს გისურვებთ იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ჩვენ ვხვდებით ნაწილი სოფლიო დიდი დედამიწის და უმეტეს ქართული მუსიკოსები რომელსაც რითმიც და მუსიკა თანს დევს დაბადებიდან არაფერი არ უნდა ჩამოვარდებოდეს არავის. კი, მე მგონი მსოფლიო დონის პროექტი გამოვიდა და ძალიან კარგი ამბიჭებისგან და პრინციპში ესეც იქნება, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ნიჭი აქვს და მენეჯმენტსაც პროფესიონალურ დონეზე ეუფლებიან, ესე რომ ყველა მონაცემი გაქვს. მაგრამ სანამ მსოფლიო სცენები გაიხსნება თქვენთვის და ეკრანები, კიდევ ერთხელ უნდა გთხოვოთ, რომ ჩვენი პატარა სცენით დაკმაყოფილდეთ და კიდევ ერთხელ აუცილებლად უნდა გვიცეკვათ სანამ დაგემშვიდობთ. მანამდე კი მაყურებელს უთხრათ, ვის ზუსტად ვიცი რომ ბევრს მოუნდა და და სურვილი რო უთხრათ ან საიტის მისამართი როგორ მოგაგნონ? Facebook-ი არის მე მგონი დღეს სოციალურ ანუ ყველაზე ადვილად რომ მოგაგნონ Facebook-ზე უნდა ჩაწერონ Twin City Studio. და გიპოვიან და მოგაგნებენ ყველაფერს გაყვებიათ შემდგომ მოვლენ თქვენთანაც.